ნიკუშამ გადაწყვიტა, რომ იყოს ეკუშა ხალხო ეკას დაბადების დღე. დღეს ნიკუშას ნათლის ნიკუშას აქვს ზაფხულში დაბადების დღე. წავედით. გამოვიწყდით. სახეზე მაქვს დასასრულებელი და ეკას პარფიუმერიაში ჩავუძღები. მერია ჩურჩხელასავით არ ამოვისწრები, სანამ ქვემოთ ჩავალ. თქმა უნდა, მადლობას მოგახსენებთ წელიწადში ორჯერ რო იყოს დაბადების დღე, მე არ ვარ წინააღმდეგი. მიყვარს მე ჩემი დაბადების დღე. მანქანის შევსული ყავ კარგი. მოვინდამ წავს. დავედით და რაც მოვახერხეთ და დავიქეთ. ყველაფერი. დავედით. Меломазия. Это плохо. საყვარელი ფანჯრებია. ეხა იცი რა. ასე მგონია სხვა ქალაქში ვარ. აი გცხოვრობ მე. სამებას კი ხედავ. მიხარ დიდი ღომე ალბათ უეჭველი ეს წინ ვაკეა. რომ გამოდგებიან ხოლმე, კაცებია, კეთები, კაცები შეუძლიათ. სიტყვაზე მენდე თაივანის სველია, გარეთაც იგივეა. ესეც და ესეც და ის კარიც რომელიც დედა არ ყავდა. ესე რომ კაცი იმისთვის არის საჭირო, მხოლოდ რომ ნაგავი გადაყაროს. აი ეს ერთი პარკია. სამშვიდობ ეს არ ვიცი, ჩემი ტელეფონი მეხსიერების ამბავი ძალიან მაწამებს. როგორ ხართ? რამდენი დღე გამოგიტოვეთ, მაგრამ გადავაბი ერთმანეთს რამოდენიმე ამბავი მოგითხრეთ. გიამბობთ, მოგიყვებით. მოკლედ სხვა გზა არ იყო და ასე დავტოვე. ბავშვი მობავშვო და გავედი სამუშაოდ, ვიმუშავე ძალიან ბევრი. ძალიან დავიღალე დილას რო ავდექი კისრის კუნთებიდან დაწყებული, ხა მგონია რომ დედამიწა მაქვს მოკიდებული და ძალიან მამძიმებს, მაგრამ ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ ის რაც უნდა გამიკეთებინა, შევძელი და გავაკეთე. დამკვეთიც კმაყოფილი დარჩა, მეც რა თქმა უნდა და ყველას როგორც თქვენ მეც ბევრი ვალდებულება მაქვს შესაბამისად თანაგრძნობა მესმის მე ადამიანის, მაგრამ როცა ადამიანს უჭერს მე ფეხი რომ მქონდა მოტეხილი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა ეთქვა, რომ აი კარგად იქნება ყველაფერი, უი მიხوار გინდა პირიქით უფრო მაღიზიანებდა. ყველა ადამიანს ისე მეტნაკლებად ჭირდება თანადგომა. მე ასე მგონია, ჩემი თავიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე უსუსურობა ძალიან მაღიზიანებს. რამდენი ფეხი მოვიტეხე, გახსოვთ, რომ დროზე ადრე გავედი გარეთ და გავქანდი და ნუ რა თქმა უნდა ნიკუშას მაგის უფლებას და საშუალებას არ მივცემ, რომ ასე მოიქცეს.
მაგრამ ის რომ ესე კონტეინერებით ვუტოვებს ეჭმას, ძალიან კარგად გამოწუწუნდება 4 ფეხით, 3-ით. ახერხებს ყველაფერს. დიდი ბიჭია. ხო და ძალიან დავიყალე ეს რამოდენიმე დღე გადავაბი, იმიტომ რომ ჩემი საფულე ფაფუ უცებ ერთ დღეს ესე აღმოჩნდა, რომ ხო ჩემი კანი ყოველ დღე უფრო და უფრო ბზინდება, ჯერ არ გასულა ერთი კვირის მერე ეფექტი. ეხლა ვფიქრობ, რომ კიდე ვიმუშაო, სანამ ნიკას რეაბილიტაციამდე მივალდა. ნახეთ, ეს ხო სარკისებურია და მოვიწყდა. განლევა დაიწყო ტუჩმა. ფილერი, რომელიც გაკეთებული მქონდა, სავარაუდოდ აღარ არის. ყოველთვის როცა ბოტოქს ამ ადგილში ვიკეთებდი, მქონდა ხოლმე საშინელი შეშუპება. არავინ არ მოგატყუოთ, ბოტოქსი და ფილერი წყალს არ იზიდავს. ანუ სახე თუ გიშუპდება და არასწორი ინექციით გიშუპდება, იმიტომ როგორ შეიძლება რომ ერთმა ინექციონისტმა გაგიკეთოს სწორად და ამ ადგილებში ხო გახსოვთ როგორ მქონდა ეს გაჯერჯულებული სახე და მეორე ინექციონისტმა გაგიკეთოს კარგად. მომწონს დღეს დათა ჩამოვიდა და აღნიშნა რომ რაღაცა ცვლილებები გაქვს სახეზე, რა გისვიაო. ხო და მეთქარი არაფერი დამატენიანებელი თქმა არა ფერი. მოკლედ ხათოს კრემები იცით ყველა ჩვენი გამომწერია. ხათო საზანდარიშვილი ქარელიდან. ვერ მოვაბი თავის ვეუბნები რომ ჩამოვალ შენთან ქარელში თქო და ერთ დღეს ალბათ ესე გავგიჟდები და წავალ როცა ნიკა გაივლის. ხო და მივწერე რომ ანუ ხო და ხათომ გამოგვიგზავნა კრემები ჩემს ტელეფონს ახსიერებაზე